მექსიკაში სტიქიას ებრძვიან. ბოლო დღეებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ მექსიკაში ძლიერ წვიმებს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემები დაიღუპა 64 ადამიანი, 65 კი ამ დრომდე უგზო-უკლო დაკარგულად მიიჩნევა. საცხოვრებელი სახლების ნაწილი მთლიანად განადგურდა. სტიქია განსაკუთრებით იმ შენობებს შეეხო, რომლებიც მდინარეების ნაპირებზე იყო აშენებული. წყალდიდობამ და მეწყერმა საცხოვრებელი სახლების გარდა სხვა შენობები დააზიანა. როდესაც სახლიდან გამოვედი, უკვე გამაფრთხილებელი განგაშის სირენა იყო ჩართული და მდინარე უკვე ადიდებული იყო. გავიქეცით, თან არაფერი წაგვიღია, მხოლოდ აუცილებელი ნივთები, სხვა არაფერი. ეს ძალიან მძიმე წუთები იყო, ვინც გამოსვლა ვერ შეძლო, დაიღუპნენ. 13 სექტემბრის სტიქიის გამო მექსიკის ათობით მუნიციპალიტეტი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გავიგეთ, რომ მეორე მხარეს მდინარე ადიდდა და მხოლოდ იმით წამოვედით, რისი აღებაც შევძალეთ. ყველაფერი დანარჩენი სრულად განადგურდა. ეს ისეთი სტიქია იყო, აქამდე არასდროს გვინახავს. სახლში დაბრუნებულებმა შენობაში ვერ შევახციეთ. ჩემი სახლი ისეთი დატბორილია, წყალში თითქმის არ ჩანს. სტიქიის ზონაში ამ დრომდე ათასობით სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული, 80-ზე მეტი თემი კვლავ მოწყვეტილია გარესამყაროს. წინასწარი შეფასებით დაზიანებულია 100,000-მდე სახლი. ხელს გვიწყობს ის ფაქტი, რომ აღარ წვიმს. ამის გამო მნიშვნელოვნად დაიწია წყლის დონემ. ამიტომ სამაშველო სამუშაოების დროს აღარ არის საჭირო თოკები. მექსიკის სამოქალაქო დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.